მასლოუს მოთხოვნილებათა იერარქია არის თეორია ფსიქოლოგიაში, რომელიც ამტკიცებს, რომ ადამიანური საჭიროებების 5 საფეხური არსებობს, რომლითაც ჩვენი ქცევებია მოტივირებული. აბრაჰამ მასლოუმ ეს თეორია 1953 წელს წარადგინა, მას შემდეგ, რაც სამაგალითო ადამიანებს იკვლევდა. მათ შორის ალბერტ აინშტაინსა და ელეონორა როზველტსაც პირველი საფეხური ფიზიოლოგიურ მოთხოვნილებებს მოიცავს. როგორიცაა სუნთქვა, ჭამა, სმა და ძილიც. როდესაც რესურსები საკმარისად გვაქვს და მუცლებით სავსეა, მაშინ უკვე სხვა საჭიროებები ხდება ჩვენი მოტივაცია, ახლა დაცულობა გვსურს. ვცდილობთ ფული შევაგროვოთ, ავაშენოთ რესურსები და ვიპოვოთ თავშესაფარი, რომ საფრთხისგან დაგვიცვას. როცა ამაშიც დავკმაყოფილდებით და თავს თავისუფლად ვიგრძნობთ, გვეძლევა დრო რომ დავფიქრდეთ შემდეგ სურვილებზე, მესამე საფეხურზე სიყვარულსა და მიკუთვნებულობას ვეძებთ. გვსურს ახლოს ვიყო მეგობრებსა და ოჯახთან. ვეკუთვნოდეთ საზოგადოებას ან შევუერთდეთ დაჯგუფებას. თუმცაღა ვიდრე თავს ჯგუფის სრულფასოვან წევრად მივიჩნევთ, უკვე გვაქვს სურვილი ცოტათი განსხვავდებოდეთ დანარჩენებისაგან. მეოთხე საფეხურზე ჩვენ გვწყურია პატივისცემა და აღიარება ჩვენი თანატოლების მხრიდან. გვინდა რაღაცას წარმოვადგენდეთ. თუ გონიერება გვაქვს, მაშინ ბევრს წერთ, ვფიქრობთ ან მუშაობთ. მოტივაცია, რომ თავი წარმოვადგინოთ და სხვებს შევეჯიბროთ დიდია, რაც კარგად ჩანს სტუდენტებში, სპორტსმენებსა და გამომგონებლებში. არმსტრონგი მთვარეზეც კი გაფრინდა, მხოლოდ მაშინ. როცა ვსუნთქავთ, ვსვამთ და გვძინავს საკმარისად, გრძნობთ თავს დაცულად და ჯგუფის წევრებსაც წარმოვადგენთ, ამასთანავე განსაკუთრებულიც ვართ, მხოლოდ მაშინ შეგვიძლია მეხუთე საფეხურის მიღწევა, რომელსაც თვითგამოხატვა ჰქვია. ახლა შეგვიძლია მოვდუნდეთ, ვიყოთ შემოქმედნი. მივიღოთ ფაქტები ისეთად, როგორებიც არიან და ისევ რეაგირებდეთ, როგორც ჩვენ გვინდა, აღარავით არის ეწოლა აღარ არის მანამ, სანამ რომელიმე ქვედა საფეხურზე პრობლემა არ შეგვექმნება. თუ ხართ ლიდერი და გჯერათ ამ თეორიის გამოიყენეთ. თავდაპირველად დარწმუნდით, რომ ყველა კარგად იკვებება, შემდეგ აგრძნობინეთ მათ თავი დაცულად და დაეხმარეთ, რომ ჯგუფს მიეკუთვნებოდნენ. როდესაც ისინი მიკუთვნებულობას განიცდიან, მაშინ მზად არიან ადგნენ და იკაშკაშონ. ვიდეოს ტექსტი თარგმნა ლიზი მეჟდოიანმა და გახმოვანებულია Microsoft-ის ამეტყველებლის მიერ.